მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ ყნოსვის და გემოს დაკარგვაზე. ყნოსვა და გემოვნება დიდწილად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ადამიანების დიდ პროცენტს აქვს, დაახლოებით 20%-ს, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია რეალურად. როგორ ხდება ახლა, როგორ გვესმის ჩვენ ყნოსვა? როგორ გებულობთ სუნს? ჰაერში მუდმივად არის რაღაც მოლეკულები, ეს მოლეკულებს ქვია ოდორანტები და ეს მოლეკულა ჩვენ ცხვირის ღრუს ზედა ნაწილზე გვაქვს რეცეპტორები. ბევრი რეცეპტორი გვაქვს მოკლედ 400-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის და თითო რეცეპტორს კიდე ძალიან ბევრნაირი სხვადასხვა სუნის მოლეკულის აღქმა შეუძლია. და ჯამში ეს კომბინაციებით მილიონობით სხვადასხვა სუნის გაგება შეგვიძლია. თითქმის ზოგი კვლევის მიხედვით თითქმის მილიარდამდე. და ეს მოლეკულა, სუნის მოლეკულა, რამე ნაწილაკი, რამესი, რომელსაც ჩვენი ცხვირი აღიქვავს როგორც სუნის მოლეკულას, აქვს დააჯდება რეცეპტორს, რეცეპტორი სიგნალს გააგზავნის ტვინში და ჩვენი ტვინი აღიქვავს ამას როგორც სუნად. ანუ ძალიან დიდი ვარიაცია გვაქვს რისი აღთქმაც შეგვიძლია რეალურად სუნების და მეორეს მხრივ გემოვნება, ანუ გემოს რეცეპტორები გვაქვს ენაზე, ძირითადად ცოტა ზედა რბილ სასაზე და ხახაზე ცოტა და ცოტა საყლაპავის ზედა ნაწილში. მაგრამ ძირითადი ნაწილი გემოს აღქმის რეცეპტორების გვაქვს ენაზე. ხო, ის დიდწილად ტყუილია, რომ თქვა, წინ უფრო სითბოს რეცეპტორებია განლაგებული და უკანესი და ეგ დიდწილად ტყუილია ენის ყველა ნაწილი, თითქმის ყველანაირი რეცეპტორების, ყველანაირი გემოს აღქმა შეუძლია მცირე სხვაობებით. ოღონდ გემოვნებაში სხვანაირად გვაქვს საქმე, ანუ ყნოსვით ხო შეგვიძლია მილიონობით სხვადასხვანაირი სუნი აღვიქვათ და გემოს შეგვიძლია აღვიქვათ ძირითადად 5: მარილიანი, მჟავე, მწარე, ტკბილი და უმამის ეძახი. არ ვიცი ქართულად რას ეძახიან მაგას. უმამი არის პირდაპირ რომ თარგმნო პირდაპირ წაიკითხო ლათინურად. ხო, და ეგ ის არის აზიური იაპონური სიტყვა, რაც ნიშნავს ძალიან გემრიელს მოკლედ. ხო, ახლა როგორ ხდება ეს, როგორ მუშაობენ ესენი, ან რატო გვაქვს ესე ცოტა? იმიტომ გვაქვს გემოვნების რეცეპტორები ცოტა, რომ მუშაობს კომბინაციაში ყნოსვასთან და ჩვენ რომ მაგალითად ვჭამთ ვაშლს, სიტკბოს და ცოტა სიმჟავეს ვაშლისას უგრძნობთ როგორც გემოს, მაგრამ თვითონ ვაშლის არომატი გვესმის როგორც სუნი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყნოსვის რეცეპტორებს მაგ დროს. ანუ თითქმის გემოს შეგრძნებისას ძალიან დიდი პროცენტი მოკლედ ყნოსვის დამსახურებაა და არა სინამდვილეში გემოსი. გემოთი მარტო გემოთი იმდენ გაუგებარ გემოებს ვგრძნობთ ჩვენ, მაგალითად მე მიხვდება რომ ტკბილია თუ შაქარს ან შაქრის შემცველს შეჭამს მაგალითად, მაგრამ რისი გემო აქვს, მაგას ვერ მიხვდება, მაგალითად მარწყვის არომატს ვერ მიხვდება, მიხვდება რომ ტკბილია უბრალოდ. ხო, ახლა მოდი ვთქვათ ყველაზე ხშირად რა იწვევს ყნოსვის პრობლემას, ყველაზე ხშირად იწვევს ვირუსული ინფექციები, უფრო კონკრეტულად COVID-19, ადამიანები ვისაც COVID-19 აქ ქონდა ან გადაიტანა 80%-ს აქვს ყნოსვის დაკარგვა ან მნიშვნელოვანი გაუარესება და რას ნიშნავს ახლა ეს? COVID-19 თვითონ ვირუსი აზიანებს ეპითელიუმს, რომელიც აუცილებელია ყნოსვის ნერვის მოქმედებისთვის. ანუ დამხმარე ქსოვილს უზიანებს მოკლედ და შესაბამისად კარგად ვეღარ ესმის ადამიანს სუნები
კარგავს ყნოსვას, მაშინაც კი, როცა უკვე ვირუსი აღარაა ორგანიზმში, დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში, ზოგჯერ 6 კვირის განმავლობაში და შეიძლება მეტიც. ხო, ადამიანი იტყვის, რომ გრიპი და გაცების დროსაც ხო კარგავს ადამიანი ყნოსვას და მაშინ რა განსხვავება. გრიპი და გაცების დროს ძირითადად ადამიანი ვერ ესმის სუნები იმის გამო, რომ ცხვირში არის შეშუპება, შეგუბება, ლორწოს წარმოქმნა ბევრია, ცხვირიდან ჩამოდის ადამიანს და ფიზიკურად იბლოკება უბრალოდ ის რეცეპტორებამდე ვეღარ აღწევს ეს მოლეკულები. რომ ჰაერში ამ მოლეკულებისა რომ შეიგრძნოს ადამიანმა. ეს არის პრობლემა და იქ ქსოვილი ზიანდება, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ნერვმა სწორად იფუნქციონიროს. ეგ არის ძალიან დიდი განსხვავება, ამიტომ რომ როცა ადამიანს გრიპიან გაცება აქვს, მალევე გაულის და აღუდგება ყნოსვა და მაგრამ თუ ადამიანს კოვიდი აქვს, შეიძლება თვეების განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში შეიძლება წლების განმავლობაშიც კი არ აღუდგეს, მაგრამ 90%-ზე მეტ შემთხვევაში აღუდგება. 5% შემთხვევაში შეიძლება სამუდამოდ დაკარგოს ადამიანმა ყნოსვა კოვიდის შემდგომ, ესეთი შემთხვევებიც ხდება. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის სინუსიტი, ანუ ცხვირის დანამატი წიაღების ანთება, ქრონიკული სინუსიტი განსაკუთრებით და ამ დროს ფიზიკურად იბლოკება ეს ყნოსვის არე, სადაც ადამიანმა უნდა შეიგრძნოს სუნები, შესაბამისად ლორწოს წარმოება გაძლიერებულია და ეგ არის მან პრობლემა. პოლიპებსაც შეუძლიათ რომ გამოიწვიონ. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი არის ტრამვა, თავის ტრამვების თითქმის 10-დან 50% შემთხვევაში ადამიანი კარგავს ყნოსვას. მოკლედ ჩვეულებრივი ამბავია და გააჩნია კიდე დაზიანებას, გააჩნია სიმძიმეს, იმის მიხედვით აღდგება, თუმცა მრავალ შემთხვევაში აღდგება. მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი არის დაბერება. დაბერებას რას გულისხმობთ ახლა? ასაკთან ერთად ნელ-ნელა ნერვები განიცდის დეგენერაციას, ანუ ნერვები კვდება, რეგენერაციის უნარს კარგავს, ცხვირის ხურს ლორწოვანი გამოშრება, უფრო მეტად ეპითელიუმი ზიანდება და კუმულაციური ეფექტი ქვია. კუმულაციური ნიშნავს, რომ მრავალი ინფექციის გადამტანია ეს ადამიანი, რომელიც დიდხანს ცოცხლობს, მრავალი ტოქსინის მიმღები და ასე მრავალი ალერგენის და აი ესენი ნელ-ნელა აზიანებენ. და თითქოს არაფერი რა თქმა უნდა, მაგრამ აი ყოველი შემთხვევა რომ 1% დაზიანებდეს მდგომარეობას, უკვე კუმულაციურად დაგროვებითად დიდი პრობლემა გამოდის და ნელ-ნელა ადამიანი კარგავს ყნოსვას და 60 წლის ასაკიდან უკვე თითქმის ნახევარს პოპულაციისას ყნოსვა მნიშვნელოვნად შესუსტებული აქვს და 70 წლისთვის კიდე ნახევარს პოპულაციისას ყნოსვა ან სრულად დაკარგული აქვს, ან მნიშვნელოვნად დაქვეითებული აქვს. შესაბამისად, ასაკისთვის ჩვეულებრივი ამბავია ყნოსვის დაქვეითება, მოკლედ. აქ არის კიდე საინტერესო, რომ პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადებების ახასიათებს ყნოსვის დაქვეითება და მეტიც 60-დან 80%-მდე ადამიანებისა, ვისაც პარკინსონი დაემართა, რამდენიმე წლით ადრე ყნოსვა დაკარგეს. ანუ ყნოსვის დაკარგვა ერთ-ერთი პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს პარკინსონის განვითარების მომავალში. ყნოსვის დაკარგვა ძალიან ბევრ შემთხვევაში საერთოდ არაფერს დაავადებაზე არ მიუთითებს. მაგალითად, ხო თქვით, რომ ასაკობრივად შეიძლება შეუმცირდეს ადამიანს ყნოსვა, ასე პოლიპების ნიშანი შეიძლება იყოს, თუ რეგულარულად ყნოსვა დაკარგული აქვს ადამიანს და სხვა ისეც ვერაფერს ვერ ვფიქრობთ, ცხვირის ღრუში პოლიპების ბრალი შეიძლება იყოს. წამლებმა შეიძლება გამოიწვიონ, მეხუთე მიზეზი არის წამლები, წამლებიდან მაგალითად თუთია, B12 ვიტამინის დეფიციტი, ან წამლების მიღება ანტიბიოტიკები, მაგალითად ქიმიოთერაპიის წამლები, ანტიჰიპერტენზიული, AGF ინჰიბიტორები. ხო, წამლებს და დანამატებს ამ შემთხვევაში ვაერთიანებ ერთად ან დეფიციტს ან პირიქით სიჭარბეს. რას გულისხმობ? მაგალითად თუთის დეფიციტმაც შეიძლება გამოიწვიოს ყნოსვის დაქვეითება და პირიქით სიჭარბემას, მაგალითად თუ 40 მილიგრამზე მეტად მიიღებს ადამიანი დღეში დიდი ხნის განმავლობაში თუთიას, ყნოსვის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს დროთა განმავლობაში.
თუმცა კი თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს. ზოგადად ნორმა ადამიანისთვის არის 11 მილიგრამი დღის განმავლობაში კაცებისთვის და 9 ქალებისთვის თუთიის ნორმა. ხო, სხვა მედიკამენტებმა თუ ხედავთ რომ მედიკამენტები იწვევს, მაშინ უნდა შევცვალოთ მედიკამენტია გამოსავალი. ასევე ზოგიერთი პრეპარატი იწვევს მეტალის გემოს ან შეცვლილ მგრძნობელობას პირის ღრუში. ესეც არ არის იშვიათი. და მე-6 მიზეზი არის დიაბეტი, დიაბეტის დროს ნერვები ზიანდება და მათ შორის ყნოსვის ნერვი შეიძლება დაზიანდეს. მე-7 არის მოწევა, მოწევაც აზიანებს და მოწევის დროს ტოქსინები, რომელიც გამოიყოფა, აზიანებს რეალურად რეცეპტორებს და ასევე აშრობს ლორწოვანს და ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ყნოსვის დაქვეითება. და ახლა ვთქვათ მკურნალობაზე რისი გაკეთება შეგვიძლია. მკურნალობის ყველაზე ხშირი და ყველაზე ეფექტური არის ყნოსვის თერაპიას ეძახიან. ყნოსვის თერაპია არის უბრალოდ რეგულარულად რომ უნდა დააყნოსო მკვეთრი სუნი, რასაც აქვს ისინი. მაგალითად შეიძლება ვარდი, ნიორი, ლიმონი, ევკალიპტი და სხვა რამეები, რაც ცოტა მკვეთრი სუნი აქვს, დააყნოსოს ადამიანმა და ეცადოს რომ შეიგრძნოს ეს სუნი. ეს აქტიურებს ორგანიზმის რეგენერაციულ ფუნქციებს და ორგანიზმი ცდილობს რომ აღიდგინოს ყნოსვა და იმ ნეირონების რეგენერაციაც მოხდეს, რომელიც დაზიანებულია. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ეს ყნოსვის თერაპია. რაც მალე დაიწყებ, მით უკეთესია და ძალიან მაღალი ეფექტურობა, განსაკუთრებით ვირუსი როცა აზიანებს, აი მაგალითად კოვიდის შემდგომ ან სხვა ვირუსული ინფექციების შემდგომ, როცა ადამიანს აქვს ყნოსვის დაქვეითება, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. კორტიკოსტეროიდების შესხურება ასევე შესაძლებელია, განსაკუთრებით როცა ადამიანს აქვს პოლიპები ან ალერგიული რინიტი ან სინუსიტი, ამ შემთხვევაში უფრო ალერგიული როცა ან ვირუსული ბაქტერიულზე ნაკლებად და ნაზალური ირიგაცია გამორეცხები, ესე სინუსიტის დროს არის ეფექტური. პროგნოზი უმეტეს შემთხვევაში კარგი აქვს, ყნოსვის დაქვეითება ბევრ შემთხვევაში აღდგება, ალცჰეიმერის დროს არ აღდგება, პარკინსონის დროს არ აღდგება და ასაკობრივი თუ არ აღდგება. ვირუსული თუ არის ან სინუსიტით გამოწვეული უმეტესად აღდგება, ასევე სხვა ნივთიერების დეფიციტის ან პირიქით სიჭარბის გამო რაც არის, მაგ შემთხვევაშიც ბევრ შემთხვევაში აღდგება. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.